საქართველოში მოქმედი კომპანიებიდან 380,000-ზე მეტი სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემები მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობაშია. საჯარო რეესტრის მიერ ბიზნეს პარტნიორისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც 2026 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდათ რეგისტრაცია, სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა მომდევნო წლის 1 აპრილამდე აქვთ. რეგისტრაციის აღდგენამდე კი კომპანიებს ეზღუდებათ ქონების განკარგვა, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშის მართვა, ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა და კრედიტის აღება. საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში 1,116,000-ზე მეტი მეწარმე სუბიექტია რეგისტრირებული. ბოლო ერთ თვეში საქართველოში ბენზინი 20 თეთრით, დიზელი კი 42 თეთრით გაძვირდა. ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების მატება მარტიდან დაიწყო და ორ თვიან პერიოდში ყველაზე მეტად დიზელის მარკის საწვავის ღირებულებაა მომატებული. ბოლო მონაცემებით დიზელის ფასი 4 ლარსა და 39 თეთრს შეადგენს, რაც შეეხება ბენზინს, ყველაზე ხშირად მოხმარებადი რეგულარის ღირებულება 3 ლარი და 63 თეთრია. ამასთან ფასების მატება გრძელდება გლობალურ ბაზრებზე. ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება ამ ეტაპზე $107 აჭარბებს. ღირებულება ბოლო 24 საათში 3%-ით არის მომატებული. საქართველოს ავიაციის ბაზარი საერთაშორისო სისტემაში ერთვება. პარლამენტში ინიცირებულია სამოქალაქო ავიაციის კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ეგრეთ წოდებული კეიპტაუნის კონვენციის მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით კრედიტორს შესაძლებლობა ექნება საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული ქონებრივი უფლება საერთაშორისო რეესტრში და არეგისტრიროს. იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს დაარღვევს, კრედიტორის შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე საჰაერო ხომალდს საქართველოს რეესტრიდან სწრაფად ამოიღებს. საერთაშორისო რეესტრთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იქნება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ კანონპროექტი გაზრდის ქვეყნის საავიაციო ბაზრის სანდოობას უცხოური ინვესტიციებისთვის და შეამცირებს ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის საავიაციო ობიექტის ფასს. არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე საავიაციო სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება და მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ საკითხებზე იმსჯელეს ეკონომიკის სამინისტროში ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ასევე განიხილეს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირების გეგმები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი კოორდინირებულად იმუშავებენ ინდუსტრიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ეკონომიკის სამინისტროში ელიან, რომ რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად 2025 წელს სექტორში დაწყებული ზრდის ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება. ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად კი აქტიური მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს. პროფესიული კოუჩინგის პოპულარიზაცია, ლიდერებისა და ორგანიზაციების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ამ მიზნით საქართველოს უერთდება მსოფლიო კოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს, რომლის მთავარი თემაა გაძლიერება, შთაგონება, აღიარება. ორგანიზაციის განცხადებით ინიციატივის მიზანია საზოგადოებას და ბიზნეს სექტორს აჩვენოს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროფესიულ კოუჩინგს, როგორც ინდივიდუალურ განვითარებაზე, ისე ორგანიზაციულ კულტურასა და ლიდერობაზე. 12-17 მაისს დაგეგმილია ვორქშოპები, ვებინარები, დემოსესიები, საჯარო ლექციები და პანელური დისკუსიები, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული კოუჩები გაუძღვებიან. ევროპის 8 ნაკლებად ცნობილ ქალაქს შორის, რომლებიც ამ ზაფხულს უნდა მოინახულოთ, თბილისი მოხვდა. საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემა National Geographic-მა 2026 წლის სარეკომენდაციო სიაში საქართველოს დედაქალაქი მეორე ადგილზე დაასახელა. გამოცემა თბილისს თავისუფალ, კრეატიულ და თანამედროვე ურბანულ მიმართულებად აღწერს და წერს, რომ ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საზაფხულო ქალაქური დასვენების მიმართულებად ყალიბდება.
განსაკუთრებული აქცენტი ქალაქის ღამის ცხოვრებაზე, დიზაინ სასტუმროებზე, ეზოიან რესტორნებსა და ღვინის კულტურაზეა გაკეთებული. ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ლოკაციებს შორის დასახელებულია ფაბრიკა თბილისი, სტამბა ჰოტელი და ბასიანი. National Geographic-ის შეფასებით, ევროპის პოპულარული ტურისტული მიმართულებების გადატვირთულობის ფონზე მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ შედარებით ნაკლებად მასობრივ, თუმცა განსხვავებულ და კულტურულად მრავალფეროვან ქალაქებს. ასეთ ქალაქებს შორის თბილისთან ერთად გამოცემის სიაში მოხვდა ბილბაო, ლუბლიანა, ტრიესტი, გდანსკი და ქორკი.